მისი იუმორი ყველას განწყობას უქმნის, ხოლო ცეკვისადმი განათლება მის ენერგიულ და თავისუფალ ბუნებას საუკეთესოდ გამოხატავს. ის არის ადამიანი, რომელიც მუდამ მოძრაობაშია და გარშემო ყველაფერს პოზიტივით აფერადებს. ლიკა ოქროპირიძე! მაღლის გაშინებს, მე და იუმორს გვაუცებს. ხუჭიჭარი ცალკე თემაა, ხუჭას ესმის ხალხის და სიტუაციას. ხალისაც ხალხაჯერებით და გეგონება, რომ ხალი ქალაქების გასულია. მოკლედ, ერთადერთი და განუმეორებელი, ნიკოლას ჭიაევი! შენი იუმორი, სილამაზე და კეიფის მუღამი ერთად უკვე ზედმეტად ძლიერი კომბოა. შენ ბოლოზარზე უბრალოდ შემოსვლაც გეყოფა, რადგან მთელი ყურადღება ისედაც შენზეა. ლიზი დავითაია! კლასში ყველაზე მშვიდია, მაგრამ როდესაც რამეს ამბობს, მაშინ იწყება სიცილი. სერიოზული სახით დადის სისხლის ცხოვრების გეგმას 2050 წლამდე აწყობს. თან ისეთ სარკაზმებს მივხვდი, დეღადოვება თუ გაკვაცის. ცეკვა კიდევ ისე გამოსდის, თითქოს მუსიკაც მის მოძრაობას მიხვდება და ეს ყველაფერი ერთად ანდრია ამულაძია! შავბრემანის მაურიანის სიცილში გაყვეული სადაც ისა მუდამ ხიარულება კეიფის გარეშე ნახევარი განწყობა ერთადერთი და შეუნარებელი კლასში ანატუაძე კაცი ხარისმა, შეუყვარდი და ჯიუტი, თუმცა კაცი ოდნავ შავი, თუნიკოა ძალიან ავი. ნუ ჩულაშვილი! ის ნამდვილი საოცრებაა, დაბალი, საყვარელი და საოცრად ხიარული. ის იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება, ვისი სიმაღლეც მათი უმორთან შედარებით არაფერია. მას ერთი განსაკუთრებული ნიჭი აქვს. წამში იმაზე ვიც ლაპარაკობს, ვიდეო მისი სიმაღლეა სანტიმეტრებში. ვენერა მელიქიშვილი. ცეკვა მისი სუნთქვა. ყოველთვის დადაა ვიდეოს გადასაღება. კლასის შეკრებებზე იშვიათად ჩნდება, რადგან არც სალია, ცეკვა აქვს. თუ მაინც მოვა დიდხანს არ გაჩერდება და აუცილებლად იკითხავს. აბა სახლამდე ვინ გამაცილებს? ჩვენი შეუდარებელი მარიამ მაინდურაშვილი.
ბადალი, მეგობრული და ალალი. თამაში უყვარს ფუტბოლის, კანისფერი აქვს გუდრონის, ნიკოლოზ ბაბაიაშვილი. რეალობის ეჭქვეშ დამყენებელი ხანდახან ისე უყურებს სამყაროს გეგონება რაღაც ისეთი იცის რაც ჩვენ არ ვიცით. ანა ბოლღაშვილი არის ერთი გოგო, რომელიც არის მაღალი, შუმი და წაწეწეტა. ის ჩუმოცა, ის მხოლოდ მაშინ საუბრობს ხოლმე, როცა ცეკვავს. ის მომავალი ქორეოგრაფია. მარია მაილოვა. სალომე გაფიდაშვილი. ის ცოტა საპარაკობს, მაგრამ ყველაფერი ახსოვს. წლების წინ რაც თქვი, მაგასაც მეტყვის. ლამაზმა და ნიჭიერმა გაგვიხარა სიღმაწვილე. და ახლაც კი ყველას გვაქვს მისიანი სიმახვილე. ჩვენი ნიჭიერი და ჩვენი მეცნიერა ლუკა ჯაფარიძე.